მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მინდა შევაფასო პასუხებით გაშლით თქვენი გზა, თქვენი არჩევანი რაღაც კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ანუ უნდა ვნახოთ, რამდენად სწორ გზაზეთ გახართ და არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციას, რა საკითხს ჩაიფიქრებთ. გაშლაში გვექნება სამი ვარიანტი, ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და ვნახულობთ პასუხს კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაზე, თქვენი მოქმედება რამდენად სწორია და რამდენად სწორ გზაზე დგახართ. შევფიქრობთ რაღაცას აანალიზებთ ხომ? ესეც შესაძლებელია და ვნახულობთ რამდენად სწორია თქვენი ფიქრთა სვლა. სამდე დავიწყებ გაშლა შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 511131818 WhatsApp-ში ან Viber-ში და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდის Messenger-ში. მაშინ ასე დავიწყოთ, გვაქვს სამი ვარიანტი. აირჩევთ ერთ-ერთს. პრინციპში სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა სიტუაციად შეგიძლიათ აირჩიოთ და ჩვენ აქ უფრო შევამოწმებთ, ისეთი დასტით მუშაობ, ჩვენ უფრო ალბათ უფრო შევაფასებთ თქვენს გზას, შევაფასებთ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ენერგეტიკულად რამდენად სწორია გზა, რომელსაც გახართ, რომელიც აირჩიეთ. დავამატოთ მინერალები, პირველი იყოს მთისბროლი, მეორე იყოს სპირიტი და მესამე იყოს ვირუსი. აი ეს. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და დავიწყოთ. მოგცემთ რამდენიმე წამს, რომ აარჩიოთ. შეგიძლიათ დააპაუზოთ ასევე და გააკეთებთ არჩევანს მერე უკვე უყუროთ. მაშინ ასე, გადავაჩოჩოთ ახლა ჩვენ. ასე გავაკეთოთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც აირჩა პირველი ვარიანტი, ბროლი და ვნახოთ რამდენად სწორ გზაზე დგახართ. მე არ ვიცი ახლა ეს პირადთან თუ დაჩაიფიქრეთ, პირადთან დაკავშირებით და თქვენი ჩანაფიქრი არის ის, რომ ვინმესთან გინდათ შედეგება და შეხვედრა გინდათ რომ მოხდეს კონკრეტულ პიროვნებასთან, ხო, რომელიც აუცილებელია თქვენი ურთიერთობის განახლებისთვის, ნორმალიზაციისთვის. ასეც მოხდება. ძალიან ცით რა არის, ფიქრობთ ბევრს და ეს ცუდი არ არის ნამდვილად. გზა პრინციპში სწორია. თუ თქვენ ახლა ხართ იმ ეტაპზე, სადაც იცით როგორ რაღაცას გვიჩვენებს, თქვენ აქ არჩქარობთ, თქვენ აქ აანალიზებთ, ფიქრობთ, გეგმავთ ყოველ ნაბიჯს და ცდილობთ ისე იმოქმედოთ. ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება არის, ძალიან სწორი გადაწყვეტილება არის ეს თქვენი მხრიდან და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, განსჯის, ნაკლებს ლაპარაკობს, ხომ, ბევრს ფიქრობს და აქ გვიჩანს კიდევ რომ ნაკლები მოქმედებაა, არ მოქმედებთ. იმიტომ რომ რაღაცის ამოცნობა გინდათ ბოლომდე, ეს ერთი ვარიანტი არის, რომ რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებული არის, რაღაცა მატერიალურ დანახარts მოითხოვს და ამიტომ ხართ გაჩერებული. ან მეორე შეიძლება ორივე ერთად. რაღაცა საიდუმლოს ამოხსნას, აი რაღაცა კიდევ ინფორმაციის მიღება გჭირდებათ. ანუ იცით რა შეიძლება კომპრომატებს აგროვებთ, ესე ვთქვათ, ინფორმაციას აგროვებთ, ამუშავებთ რაღაცას, აანალიზებთ. ეს ძალიან სწორია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოქმედებაც საჭიროა. შეიძლება ეს რაღაცა მატერიალურ დანახარჯებს ითხოვს და სწორედ ამიტომ ხართ გაჩერებული ამ ეტაპზე, მაგრამ მოქმედება საჭიროა. ეს უნდა გავითვალისწინოთ. გზა, რომელიც თქვენ ახლა აირჩიეთ, ნამდვილად სწორია. თუ თქვენ და პირველი ვარიანტი თქვენი ვერ იქნება ვერანაირად, თუ ეხლა თქვენ უბრალოდ მოქმედება გაქვთ შეჩერებული და აანალიზებთ ყველაფერს და პლუს ამასთან ერთად მოქმედება შეჩერებული გაქვთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აანალიზებთ, არამედ თქვა ეს რაღაცა
მატერიალური საკითხების მოგვარებასაც. ახლა ფინანსები ვახსენე მე აქ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ბინის გადაადგილების თემა, თუნდაც სუფთად მატერიალური თანხის თემა და ასე შემდეგ, ხო? დამატებით ესეც იყოს. ნუ ყოველ შემთხვევისთვის ეს გზა ენერგეტიკულად არის გამართლებული, ერთადერთი ტარო, რასაც გვეუბნება, რომ უკვე საჭირო არის აქ მოქმედებაზე გადასვლა. ნუ თან ძალიან მიგონიშნებს, რომ ეს ეხება პირად ურთიერთობებს, რაღაცნაირად აი განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს. ან პარტნიორულ ურთიერთობებს თუ ეს საქმეს ეხება, ხო, რაღაცა ის საქმესთან დაკავშირებით, სადაც პარტნიორული ურთიერთობებია საქმესთან დაკავშირებით თუ გაქვთ ჩაფიქრებული, ესეც რეზონირდება პირველ ვარიანტზე, მაგრამ განსაკუთრებით აი 90%, ვისაც პირადთან დაკავშირებით ჰქონდათ ჩაფიქრებული. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც აიჩეთ მეორე ვარიანტი და პირიდის გული და ვნახოთ თქვენთან რა ხდება, რამდენად სწორ გზაზეთ გახართ. ამ გზაზე თან მამაკაცით დგას სამსახურის თემა, ჩემო ძვირფასებო. სამსახურის თემასთან დაკავშირებით საინტერესო არც ერთ დახმარება შეიძლება იყოს ვიღაცამ სამსახური გაგიწიოთ, ესე ვთქვათ. დახმარება გაგიწიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაჩერებული ხართ, ძრა არ არის, რატომღაც არ მიდიხართ წინ, ხართ მოლოდინის რეჟიმში, აქ წინ მოძრაობა ნამდვილად არ ჩანს, რომ მოძრაობთ რაღაც აქტიურად ხართ და წინ ხართ, თითქოს ეხა შიხურ მდგომარეობაში ხართ. და ძალიან აქტუალური არის აქ მამაკაცის თემა. ან მამაკაცი გეხმარებათ, ან ისევ და ისევ მამაკაც და ცოტა მამაკაცთან დაკავშირებით თუ არის ცოტა მძიმე ენერგიები შემოდის კიდევ აქ. ან სამომავლოდ გაქვთ კიდევ რაღაცები გადადებული, ხო, თითქოს დროში იწელება თქვენთან ეს საკითხი. აი ამ საკითხის მოგვარება, ეს თქვენი გზა, ძალიან გრძელი გზა აირჩიეთ, მე მგონი, ძალიან რთული, უბრალოდ გაჩერებული ხართ, უფრო სწორ იქნება, რომ აი თქვენ სურვილთან მიმავალ გზაზე გაჩერებული ხართ, რაღაცა გადაწყვეტილება გაქვთ აქვს მისაღები, ხო, კი ბატონო, ნამდვილად გაჩერებული ხარ გზაზე, გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, იცით როგორ ხართ ახლა უკვე აი გაზაგასაყარი გზაზე მიდიოდით, რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ წავიდეთ. აი ამ მდგომარეობაში ხართ ახლა ამ წუთას. ფრთხილად იყავით, რომ არ ჩამოინგრეს ყველაფერი და უკუღმა არ დატრიალდეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, თქვენთვის არასასეკე და იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს რაღაცა, იცით როგორ აი ეს რაღაცა ისე ცუდი რაღაცეები მეორდება თქვენთან, ბრუნდება თითქოს ისევ, რაღაცა აი დეჟავიუსავით გაქვთ, რომ თითქოს ისევ ვიღაცა ისევ თავს გესხმით. რა ხდება მეორე ვარიანტში? მეორე ვარიანტებო თქვენ მტრები გყავთ, ძალიან ძლიერი მტრები გყავთ, რომელსაც გამოყავხართ წონასწორებიდან, რომლებიც გაიძულებენ, რომ გზიდან გადახვიდეთ, არ ვიცი ეს რა საკითხს უკავშირდება, არ ჩავდივარ ამ დეტალებში, ნუ დაახლოებით რასაც გაკრავს ინფორმაციას გეუბნებით, იმიტომ რომ თემა არის ახლა აქ ხომ და თქვი რომ არ ვაკონკრეტებთ საკითხს, ხო, უბრალოდ თქვენი ფიქრებთ, აქ ძალიან ბევრი მტრები გყავთ. ან იცით როგორ ხართ, აი აირჩიეთ გზა, ამ გზით მიდიხართ, მაგრამ ძალიან ბევრი მტრები გყავთ, ძალიან ბევრი წინაღობა არის, რომელიც გაიძულებთ თითქოს რომ ამ გზიდან გადაუხვიოთ. და ეხლა ისევ რაღაცნაირი თავდასხმა წამოვიდა თქვენზე, კողმა დავიჭერე, ნახოთ, ისევ თავდასხმა წამოვიდა თქვენზე. ვიღაცა ცდილობს, რომ გავლენა იქონიოს თქვენზე. და გზას აგაცილოთ, აი შორი გზიდან გატაროთ, ვახსენე, ხო, რომ შორი გზიდან, რაღაცა ძალიან შორი გზიდან მიდიხართ. აქ რაღაცები უნდა შეცვალოთ. თლაც სწორი გზით ვერ მიდიხართ, რაღაცა ვიღაცა აი თქვენ ბედნიერებას, თქვენ გამარჯვებას, რაღაცა გაშორებთ და ძალიან ბევრი ეს რაღაცა ნეგატიური, ბევრჯერ ვახსენებ, მაპატიეთ სიტყვა რაღაცა, მაგრამ ალბათ უმიზეზოდ არა. იმიტომ რომ გიბიძგებთ, რომ გზიდან გადაუხვიოთ და თქვენს გაჩერდით, დაემორჩილეთ. აქ ტემპი შესაძლებელია, ასაჩქარებელი ხართ, ასამოძრავებელი ხართ და რაღაცები შესაძლებელია. უნდა გადაუხვიოთ. აი ხა რა მიმართულებითაც მიდიხართ, ამ მიმართულებას უნდა გადაუხვიოთ, რაღაცა უნდა შეცვალოთ. თორე შორდებით თქვენს მიზანს. მეორე ვარიანტებო. ბევრ ნეგატიურ ენერგიას გვიჩვენებს კიდევ აქ.
ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგიას აჩვენებს აქ. მეორე ვარიანტებში ცოტა უფრო მძიმე ფონი წამოვიდა. მოდი უბრალოდ შევხედავ. ხომ არ მიგვანიშნებს ტარო იმას, რომ რაღაცა მაგია არის, ოპა, თქვენთან ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები, რომლებიც გაფერხებენ. ისევ და ისევ. გაწყვეტინებთ, თქვენზე ძალაუფლებას ცდილობს, აქ კიდევ საუბარი არის რაღაც არაკეთილსინდისიერ გარიგებებზე. ნეგატივი ბრუნდება თითქოს თქვენთან. იყო არასასიამოვნო მომენტები და ეხლა დეჟავიუსავით გაქვთ. თითქოს ბრუნდება ისევ ეს რაღაცა არასასიამოვნო მომენტები თქვენთან ისევ უკან. აი რა გაგდებთ თქვენ აქ ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამები ჩანს. მეორე ვარიანტებო რა ხდება თქვენს ენერგეტიკაში? ჩემს რჩევა არ ნახოთ, იმიტომ რომ ის რაც თქვენ გაფერხებთ ნამდვილად ფიზიკურად რაღაცა ყოფითი მომენტები არ არის და ფიზიკურად მხოლოდ ვთქვათ ადამიანი რო გაჩერებთ და რაღაცას აფერისტობს და გატყუებთ და ისე გადაყავხათ გზიდან მხოლოდ ეს არ არის. აქ ნეგატივიც ჩანს. მეორე ვარიანტებში ესეთი ამბავია. დასაზუსტებელია ნამდვილად და სანახავია მეორე ვარიანტი. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ვინც აირჩიეთ ფირუზი. მესამე ვარიანტზე. პირველ რიგში თუ ვინმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩაიფიქრეთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვინც ჩაიფიქრეთ, ნუ გეშინიათ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და შვილოსნობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით. შვილოსნობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ნუ გეშინიათ. აი ვისაც შვილის ყოლის პრობლემა ჰქონდა, ან ბავშვის ჯანმრთელობას ეხებოდა. აქ ყველაფერი კარგად იქნება, დამერწმუნდეთ. ფარველი ანგელოზიც თქვენთან არის, რაღაც ცუდი რაღაცებიც მიდის თქვენგან. უბრალოდ იცით რა არის საინტერესო? აი ეს შავმა კატამ, რომელმაც თქვენ გადაგირბინათ, მე ძალიან მიყვარს შავი კატები და ეხა არ ეწყინოთ შავფისუნიებს, რომ ესე ვახსენე, მაგრამ მიხვდით ხომ ასეთი გამოთქმარი, რომელსაც თქვენ ორს შორის გადაირბინა. თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის ისეთი შთაბეჭდილება რჩება, იცით ხო, მე მიყვარს ხოლმე ესე პროცენტებად დაყოფა, ხო? აი 90% აქ მეუღლეები ხართ, შვილიც გყავთ, ან შვილის ყოლასთან დაკავშირებით შესაძლოა ძალიან გინდათ, მაგრამ პრობლემა არის შვილის ყოლის, აი ეს თემები არის აქ და კიდევ არის პიროვნება, რომელმაც ჩაიბინა თქვენ შორის ცუდად. ცუდად მოიქნია კუდი თქვენ ორ შორის და შუღლის ჩამოგდება სცადა. ეხლა თქვენ გზას რაც შეეხება, ენას გამოყავხარ წყობიდან. ვიღაცის ენას გამოყავხარ წყობიდან. ნუ უსმენთ ჭორებს. შეიძლება ეს თქვენ სადექალოც იყოს არ გამოურიცხავ. აი რაღაცა ჯგუფი, რომლებსაც იცით როგორ არის, აი რომლებიც ცდილობენ, რომ ვითომ რაღაც კარგი უნდათ თქვენთვის რაღაცები ტვინს გიჭედავენ, ტვინს გირევენ, ნუ ენდობით, თქვენ თავს მოусვენთ, თქვენ აქ თქვენ თავს არ უსმენთ. შეიძლება აღარც დრო გაქვთ და ნერვები რომ საკუთარ თავს უსმენოთ და ჩაუღრმავდეთ და მე უკვე შესაბამისი განწყობაც აი ამ ადამიანისგან შესაბამისი განწყობა მოდის, აი შესაბამისი ნეგატიური ენერგია მოდის, რომ გეუნებია რაღაცა და მე ეს თავში გიტრიალებთ. შეიძლება ეს არის გარემოცვა, რომელიც რა შეიძლება იცით, აი აბუქებს ყველაფერს.
ხო? და არც ისე ცუდად არის ყველაფერი, როგორც გიხატავენ სიტუაციას. აი კიდევ ეს მომენტი შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში არ აყვეთ ენებს. ხო, აქ ფისუნია ნამდვილად ჩაირბინა თქვენ ორ შორის აქ პრობლემებიც არის პირადში. ბავშვი, ოჯახი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სად გარემოცვაც ისეთი ვითომ კარგი რო უნდათ რა, ფარისევლები. არ მჭეთ არავის საშუალება, როტვენი აგირიოთ. არავის ენის, არავის სიტყვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. თქვენ იცით რაც უნდა აკეთოთ, იცით რა გზითაც უნდა იაროთ, როგორ უნდა გაიაროთ ეს გზა და ნუ აყვებით სხვებს. განმარტოვდით ხოლმე, თქვენთვის იფიქრეთ, თქვენთვის გაანალიზეთ და იცოდეთ, რომ აი რასაც გეუბნებიან, აი ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ეს ჯგუფი, რომელიც თქვენზე ცდილობს ზეგავლენის მოხდენას, აი თავის სიტყვებით ვიდ რაღაცებს ფუთფუთებიან, გეფუთფუთებიან, ტვინს გირევენ. ნუ რა ვიცი, ნუ არევინებთ ტვინს. ასეთ შემთხვევაში თქვენს მიზნამდე მიხვალთ და იმ გზას, რაც უნდა გაიაროთ, ნამდვილად გაივლით. აი ესეთი გაშლა გამოვიდა. სხვათა შორის საინტერესო მინიშნებებით სამივე ვარიანტზე უბრალოდ ეს არის ზოგადი გაშლა და თან სამ ვარიანტზე ზოგადი გაშლა კი არა და ნუ ხო, საჯარო გაშლა და თან სამ ვარიანტზე ცოტა კონკრეტიკა არ გამოდის ხო ესეთ სიტუაციებში და მე მგონი რაღაცებთან ძალიან საინტერესო თემები მუსირებს და ყურადღება მისაქცევი. იმედია ცოტათი მაინც დაგეხმარებათ ეს გაშლა. ყველაზე დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემარხზე, ყველაზე დიდი მადლობა აქტიურობისთვის, ჩემს გამომწერებს, ვისაც გამოწონებული აქვს ჩემი გვერდი, ვისაც დალაიქებული აქვს, ასე ვთქვათ, და გამოწერილი ყველას განსაკუთრებით კომენტარებისთვის, აქტიურობისთვის, ვინც არ ხართ გამომწერები, იმედია გამოიწერთ ჩემს არხს. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.